საქართველოს გულში, მის დედაქალაქში ერეკლე მეორე ძეგლის აღმართვა არის ერთგვარი სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცისა და მისი მშვიდობიანი მომავლის. ასევე სიმბოლურია ის ფაქტი, რომ მონუმენტი შეიქმნა მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით, რომლის სხვა ცნობილ ნამუშევრებს შორის არის ყველასათვის საყვარელი ქანდაკება ერეკლე მეორის ცხენოსანი ძეგლი თელავში. ეს არის პრაგმატულობის, პრაგმატიზმის ნამდვილი სიმბოლო, სამშობლოს სიყვარულის ნამდვილი სიმბოლო და მან მოგცა მაგალითი, რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიხემძღვანელოთ. აქედან გამომდინარე ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობა იყო, რა თქმა უნდა, სათანადო პატივის მიგება ჩვენს დედაქალაქში, ერეკლე მეორისთვის ჩვენი გამორჩეულად საყვარელი ეფისთვის და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დღევანდელი დღე ამ ძეგლის გახსნა არის, რა თქმა უნდა, პატივისცემის განსაკუთრებული გამოხატულება. დღეს ისევე როგორც 300 წლის წინ ქართველი ხალხის მთავარი ეროვნული ამოცანა, მიზანი და სულისკვეთება ქვეყნის თავისუფლება და გაერთიანებაა. ქართველი ერის ამ ისტორიულ მისიაში ერეკლე მეფე უნდა იყოს მაგალითიც და შთაგონებაც, რომ ბოლომდე მივიყვანოთ მის მიერ დაწყებული საერთო ეროვნული საქმე. მეფე ერეკლე არის სიმბოლო ნამდვილი საქართველოსი, იმ საქართველოსი, რომლის მმართველსაც ერთადერთი ინტერესი უნდა ამოძრავებდეს, საკუთარი ერი, საკუთარი სახელმწიფო, საკუთარი რწმენა.